საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებზე წვდომა და სწორი საერთაშორისო პარტნიორების პოვნა. სწორედ ამ მიზნით ოპერირებს ორგანიზაცია Velus 360 Ventures, რომელიც ვენჩურული კაპიტალის საკონსულტაციო სერვისს წარმოადგენს გლობალური ინვესტორებისთვის და მსოფლიოს 8 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში და ცხადია საქართველოშიც მათ შორის მოღვაწეობს. მათი მისია ეგრეთ წოდებული impact investing-ის, ანუ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების ახალისებაა, სადაც ფინანსურ უკუგებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია სოციალური და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობა. Velus 360 Ventures მის ინვესტორთა და მეწარმეთა სინერგიას სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტექნოლოგიებიდან და ჯანდაცვით დამთავრებული სხვადასხვა სექტორში მრავალფეროვანია შემონათვალი და მათ თავაზობს საწყის დაფინანსებას, მენტორშიპსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებს. უფრო მეტიც, ორგანიზაციას ქართულ ბაზარზე 2 ახალი პლატფორმა შემოჰყავს ესტონეთიდან და სამხრეთ კორეიდან. რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ეს ქართულ სტარტაპებსა და ბიზნესებს გლობალურ ასპარეზზე ჩვენი სტუმარია Velus 360 Ventures საქართველოს ოპერაციების ხელმძღვანელი ლია ფუტკარაძე, რომლისგანაც უფრო მეტ დეტალს შევიტყობთ. ლია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასეთ საინტერესო ამბებით, რომ მოხვედით ჩვენთან და გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში მინდა რომ გამარჯობა, დღემშვიდობისა, ლიკა. დღემშვიდობისა. მადლობა მოწვევისათვის, ინტერესისთვის და ვფიქრობ ასევე უნდა შევაფასო ფანტასტიკური პრეზენტაციისთვის. პირიქით, მადლობა თქვენ რომ ხართ ჩვენთან ერთად და მინდა რომ თავდაპირველად არსის შინაარსის გაგებით დავიწყოთ და მივაწოდოთ სრულად რას გულისხმობს Velus 360 Ventures ჩვენს საქმიან მაყურებელს და აი ტრადიციული ასე ვთქვათ ვენჩურული კაპიტალისგან ეს გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება რითი განსხვავდება, რა უპირატესობა აქვს და ზოგადად კონცეფციაც რას მოიცავს მთელი ამ პროექტის. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ საქმიან მაყურებელს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც დღევანდელ დღეს ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლეები და ინოვაციები არის ყველა ბიზნესის თუ შემოქმედებითი სამყაროს, ტექნოლოგიური სამყაროს, საგანმანათლებლო სივრცისთვის საინტერესო თემა და დღეს თქვენთან მოვედი ძალიან მნიშვნელოვანი არამედ ინფორმაციით, არამედ შესაძლებლობებით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში სტარტაპებისთვის, ბიზნესებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის. Velus 360 Ventures, როგორც აღნიშნეთ, ეს გახლავთ ვენჩურული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ფარავს სოფლიოში ფაქტობრივად რამოდენიმე კონტინენტს, ანუ აზიას, ევროპას, აფრიკას, ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს და დღესდღეობით უკვე რომ პირველი ინფორმაცია რაც შემიძლია მივაწოდო მსმენელს და საქმიან ადამიანებს არის ის, რომ ამ კომპანიის საბაზრო წილი უკვე საბაზრო ღირებულება უკვე 100 მილიონს უტოლდება. შესაბამისად თვითონ კომპანიის მისია, მისი კონცეფცია დაფუძნდა შემდეგი პირობებით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი ინვესტიცია, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც Velus 360 Ventures განახორციელებს, დაფუძნებული იქნება უკვე ღიად გაცხადებულ 12 ღირებულებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Velus 360 Ventures უკვე აქვს კაფე განაცხადა ამბიცია, რომ სამეწარმეო ეკოსისტემის გლობალიზაცია მოახდინოს. აი საინტერესო არის საქართველოს როგორ მოხდა აი ამ გაერთიანებაში ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის ამერიკა, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ, ხო? ბოლოს და ბოლოს მათ შორის ეკონომიკურად მოწინავე ბაზრებზე გვაქვს საუბარი. ნამდვილად უდაოდ და ის პროდუქტებიც, რომელიც შემოდის საქართველოში და შემოყავს ფაქტობრივად ტოპ განვითარებულ ქვეყნებიდან არის და ამ შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ, თუმცა აქვე განმარტავ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო ამ კომპანიამ. მოგიხსენებათ, რომ ჩემი საქმიანობის ძირითადი საქმიანობა, რომელსაც საურსა გლობალი წარმოადგენს, უკვე წლებია მუშაობს მეწარმეებთან და ადგილობრივ
შრომითი ბაზრის განვითარების მიმართულებით უკვე სთავაზობს მომხმარებლებს და კომპანიებს კარიული განვითარების საკონსულტაციო სერვისებს და ეს კარიული განვითარების საკონსულტაციო სერვისები მხოლოდ არ ეხება ინდივიდებს, არამედ ეხება ორგანიზაციებს, რომელსაც ჭირდებათ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე უწყვეტი შრომა. ამიტომაც ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვის მქონდა ინტერესი, რომ საქართველო ყოფილიყო არა მხოლოდ ესე ვიტყოდი საგანმანათლებლო ჰაბი, არა მხოლოდ ინვესტორებისთვის საინტერესო თავიანთი ინვესტიციების დაბანდების და ფინანსური სარგებლის და მოგების მიზანი, არამედ ვფიქრობ, რომ აი ჩემი დაკავშირება Values 360 Venture-თან იყო ის, რომ ეს არ არის ფულის დაბანდება მხოლოდ ფინანსური სარგებლისთვის, არამედ ისინი მონაწილეობენ ისეთ პროექტებში, ისეთ სტარტაპებში, რომელიც ქმნის სოციალურ კეთილდღეობას და თავიდან ახსენეთ კიდევაც, რომ გავლენა, რომელიც ფარავს უკვე ფართო სოციუმს, ფართო ბაზრებს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს კეთილდღეობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად ვისაუბროთ სისტემების უკვე განვითარებაზე, ისე რომ საქართველოში მცხოვრები ასე აღნიშნავ სამუშაო ზალა ასევე გახდეს მიმზიდველი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებისთვის და ქართულ სტარტაპებს და ქართულ ბიზნესებს განსაკუთრებით ჩვენ აღვნიშნეთ კიდევაც Values 360 Venture-ში, რომ ეს არ არის მხოლოდ უკვე არსებული ბიზნესები, არამედ ასევე მზარდი ახალი სტარტაპები, რომლებსაც ჭირდებათ ნამდვილად მყისიერი, ესე ვიტყვი ხოლმე, რომ დახმარება და მხარდაჭერა და რომელსაც Values 360 Venture-ს უკვე ახორციელებს და ამავდროულად აღვნიშნოთ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი სფერო. ანუ მისი უნიკალურობა ზუსტად გამოიხატება იმით, რომ ყველა სფერო, ენერგეტიკის სფერო, ჯანდაცვის სფერო, განათლების სფერო, ტექნოლოგიების სფერო, სოფლის მეურნეობა, აბსოლუტურად ყველა სფერო არის მისი ინტერესის. და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფართო დიაპაზონი იშლება ინდუსტრიული დაფარვის თვალსაზრისით, საინტერესო არის ძირითადად ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან რომელ სექტორებზე არის მიმართული საქართველოში? ამ ეტაპზე ძირითადი მიმართულებები, რაც უკვე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ეს არის საგანმანათლებლო მიმართულება, ასევე ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ, აი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, რომ ბიზნეს ინდუსტრიაში Values 360 Ventures უკვე შექმნილი აქვს ინვესტორთა ფონდი, რომელიც აკავშირებს უკვე სხვადასხვა ქვეყნებში სტარტაპერებს, რომლებიც არიან მიზანდასახულები, რომ თავიანთი პროდუქტი გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ბაზრებზე და აი ეს მასშტაბირება იყოს უნიკალური ნიშა Values Ventures და ის რომ ინტერესი საქართველოს მიმართ ფაქტობრივად არის ძირითადი განათლება, ენერგეტიკის სფეროთი არის დაინტერესებული, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის პროექტები, სხვათა შორის ეხლა მიმდინარეობს ძალიან მსხვილი პროექტი აფრიკაში, რომელიც არის ესტონური მოდელის, ესტონური ბიზნესის მხარდაჭერა უშუალოდ აფრიკის ქვეყნებში იმისათვის, რომ ნიადაგის განოყიერება მოხდეს და ფაქტობრივად თანამედროვე აგრიტექ ესეთი პროექტია, მსხვილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ნიადაგის მიწის ფერტილიზაცია, ნიადაგის განოყიერებით შესაძლებელი იყოს მაღალი მოსავლიანობა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ მოსავლიანობაზე, ცხადია მისი ასე ვთქვათ ნიშა არის, რომ მაქსიმალურად ეს იყოს მომგებიანი, ამავდროულად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად კავშირშია სიღარიბის დაძლევასთან. კი ბატონო. და აი ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ რამდენიმე თემა ჩავატიოთ. ერთი დიახ მინდა რომ კი დამატეთ მნიშვნელოვანი რამ რაც სტარტაპერების და ინვესტორებისაც საინტერესო არის, რომ ეს არ არის მხოლოდ seed funding, ანუ ტრადიციული დაფინანსების წყაროების მოძიების სივრცე, არამედ ისინი, ანუ Values Ventures დამოკიდებულება არის, რომ არა მარტო ინვესტირება, არამედ მართვასა და გაზღულაში მხარდაჭერა, რომ ის გახდეს უფრო ძლიერი და თანამონაწილეობის პრაქტიკები გააჩნიათ უკვე წელს ესტონეთში ძალიან მსხვილ სტარტაპ ივენტზე,
ჩვენ ვიყავით ჟიურის წევრები და ერთ-ერთ ესტონურ ციფრულ პლატფორმას აღმოვუჩენთ 100,000 ევროიანი მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ ეს მოდელი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინვესტიციების მოძიებასა და ფულის გაბანდებას, ასევე ითვალისწინებს მათ საკონსულტაციო სერვისად მხარდაჭერას, განვითარებას, ინსტიტუციურ განვითარებას და იმ კავშირების დაფუძნებას, რომელიც სულ აღნიშნავთ ხოლმე, რომ ეს სამეწარმეო ეკოსისტემა იქნება მყარი გლობალურ ბაზარზე. და დღეს უკვე საქართველოში ჩვენ ვიწყებთ ორი მსხვილი პროდუქტის შემოტანას. ხო, აი სანამ ამ პროდუქტებზე გადავალთ, მინდა რომ ეს ინვესტორების, მეწარმეების ურთიერთობის თემა ამოვწუროთ და ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრი რომ არის ანტრეპრენერების ძალიან დიდი ბაზა, ინვესტორების ბაზაც და თავის მხრივ ხდება ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება. მოდი აქეთ ამ მხარეს მინდა შევხედოთ უშუალოდ მეწარმეების პულზე რომ კონცენტრირდეთ, როგორ შეუძლიათ ქართულ ბიზნესებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე სტარტაპერებს რომ გაწევრიანდნენ, მოხვდნენ აი ამ რიგებში, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ? კი ბატონო, შვენიერი კითხვა, იმიტომ რომ ეს საოპერაციო პროცესები იმართება უკვე ადგილზე, ლოკალურად. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში ჩვენ გვყავს ჩვენი ბიზნეს იუნიტები, ან ჩვენი წარმომადგენლობა, გაინტერესებულ მეწარმეს, სტარტაპს, უკვე მოქმედს, ან ვისაც უკვე სურს რომ თავისი იდეისთვის მოიძიოს დაფინანსება, შეუძლია მოგმართოს ელპოსტის მეშვეობით, ხდება onboarding-ი, რაც ნიშნავს რომ ჩვენს უკვე ამ ფონდში გაწევრიანება, სამისოთ ჩვენი დამფუძნებლები უკვე ხდება მათთან გასაუბრება და ჩვენ ვაფორმებთ მათთან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს იმ დაკავშირებულობას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ორივე მხარეს გაგვაჩნია და პროცესი უკვე, როდესაც მოხდება შეთანხმების გაფორმება, ეს წერილობითი სახით, შემდგომში ვიწყებთ უკვე ამ დაფინანსების მოძიებას და ეს მოძიებაც არის ძალიან მარტივი პროცესი, რადგანაც ვფიქრობ, რომ value 360 venture-ის უნიკალურობა ამაშია, რომ დაინტერესება არის, როგორც აი ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ამერიკა ნამდვილად არის ტოპ ქვეყანა venture-ული კაპიტალის მიმართულებით, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სამხრეთ კორეა, არანაკლებ საინტერესოა შვეიცარია და საფრანგეთი, რომლებიც დღეს ასევე დაინტერესებული არიან საქართველოში და ცხადია ესტონეთში ჩვენ თანამშრომლობთ უმსხვილეს ბიზნეს კომპანიასთან, ლანმერთან, რომელიც უკვე შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, რომ ის ტექნოლოგიური მხარდაჭერა, ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩნოს დაუყოვნებლივ. კი ბატონო. ლია, ცოტა დრო გვაქვს ძალიან, 2 წუთი გვაქვს ფაქტობრივად არჩენილი და მინდა რომ აუცილებლად მოვასწროთ იმ ორ ახალ პლატფორმაზე საუბარი, რომელიც სულ მალე შემოვა თქვენი მეშვეობით საქართველოში, ესტონური და სამხრეთ კორეული. ეხლა ყველაფერი გვაინტერესებს ამაზე, რა ფინანსური მოდელია, რა ტექნოლოგიური უპირატესობები აქვს, ზოგადად რა ტიპის პროდუქტებზე არის საუბარი? კი ბატონო. პირველი დავიწყებ ესტონეთიდან, იმიტომ რომ ესტონეთი გახლავთ ჩვენი სათაო ოფისი და საწყისი value 360 ventures განვითარების და ესტონური კომპანია Sparkly HR, ეს არის ავტომატიზირებული ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიებს თავაზობს ადამიანური კაპიტალის მოზიდვა, შენარჩუნებისა და განვითარებას. და რა იგულისხმება ამაში? ფაქტობრივად საქართველოში დავაკვირდებით, ყველაზე საუბრობთ, რომ ბიზნესებს და დასაქმების სივრცეებს უჭირთ თანამშრომელთა შენარჩუნება და ძალიან დიდია გადინება სამსახურებიდან სამუშაო ძალის. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამის საწყისი პრობლემები შეიძლება როგორც არის სოციალური, ისე ეკონომიკური, თუმცა ინსტიტუციურ დონეზე ვუყურებთ ჩვენ ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებას და მას განვითარებას. ამიტომ Sparkly HR არის გამორჩეული პლატფორმა იმით, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით კომპანიის ხელმძღვანელებს შეუძლიათ გუნდის ისეთი შეფასება, ეს არის სრულად ავტომატიზირებული პროცესი და გუნდის შეფასება ხდება ზუსტად ესე ვთქვით task based assessment, ანუ სამუშაოს დაფუძნებული, დავალებებზე დაფუძნებული შეფასება ხდება ჩვენი გუნდის
გუნდის და შესაბამისი გაწოლებების მიღება. რატომაც არის მნიშვნელოვანი ეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ადამიანების სრული პოტენციალის გამოყენება არ ხდება და ადამიანები იმყოფებიან უმრავლეს შემთხვევაში იმ საქმიანობაში, სადაც შესაძლოა მათი პოტენციალი და მათი სურვილები და მათი უნარები არ არის თანხმდაში ბაზრის მოთხოვნასთან მიმართებაში. ან პირიქით კომპანიის მიერ დააყენებული, აი ვთქვათ, განსაზღვრული დავალებები შეიძლება არ იყოს სწორად შეფასებული შესაბამისი სამუშაო ძალის მიმართებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა სწორად შეაფასონ ის სამუშაო, რომელზეც ხდება დასაქმება და შეამცირონ გადინება კომპანიებიდან, რაც უზრუნველყოფს ცხადია სტაბილურობას და კომპანიების ეფექტურობას. ეს პლატფორმა, მოკლედ რადგანაც დრო ცოტა გვაქვს და მეორე პლატფორმაზე და ვისაუბრო. ერთი წუთი გვაქვს და მოკლედ რომ ჩავატიოთ მეორე პლატფორმაზე. ერთი წუთი დაგვრჩა სულ დრო. დამსაქმებლებს საქართველოში განსაკუთრებით ალბათ აღსანიშნავია, რომ ეს დამსაქმებელი მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ დამსაქმებლებზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს საშუალო და მცირე ბიზნესები, რომლებსაც სჭირდებათ სამუშაო ძალის, ადამიანურ რესურსებს აღარ ვიყენებთ, სამუშაო ძალის სწორად დაგეგმარება და მისი ეფექტიანობის და ეფექტურობის ზრდა შრომის ბაზარზე. მეორე პლატფორმა ეს გახლავთ STEMINOKIS, ეს არის სამხრეთ მოკლედ ძალიან, იმიტომ რომ აღარ გვაქვს დრო და ძალიან მოკლედ გითხარი. საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც არის გათვალისწინებული დაწყებითი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის მათემატიკური უნარჩვევების გაძლიერების და განვითარებაში და აქვე ვიტყვი, რატომ არის ეს პლატფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით PISA-ს მონაცემებს, ერთის მხრივ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც ხატყობს, რომ გჭირდება მეტად, განვითარებული ადამიანური კაპიტალი და ეს დაკავშირებული არის ისეთ საბაზო უნარებთან, რომელიც გულისხმობს როგორც ვერბალურ, ისე მათემატიკურ უნარებთან და ვიტყვით, რომ სამხრეთ კორეა არის ტოპ ქვეყანა, რომელიც მუდმივად იკავებს ინოვაციებს ტექნოლოგიებში და მეცნიერებაში წამყვან როლს, ამიტომაც ამ პლატფორმის ავტორის მისია არის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს მათემატიკის სიყვარული და ფუნდამენტი ჩაუსახოს, რომ ჩვენ ვყავდეს მეტად მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში ჩართული თაობები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეიძლება, რომ რაც ქვეყანაში ხო ჩვენ გვჭირდება, როგორც ტექნოლოგიების მიმართულებით ადამიანური კაპიტალი, ისე ფაქტობრივად ყველა მეცნიერებაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ლია, სამწუხაროდ ყველა და ერთ დროს გადავაჭარბეთ. სრულდება უკვე ჩვენი გადაცემა და იმედი მაქვს და თქვენს გექნებათ ძალიან მალე გასაზიარებელი სიახლეები, საინტერესო ამბები და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი შემდეგ მივაწოდოთ თქვენთან ერთად ჩვენს მაყურებელს. მადლობა. ლია ფუტკარაძე, ველუს 360 Ventures საქართველოს ოპერაციების ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი. მადლობა მას საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის.